ვიდეო ფაბრიკაცია, გენდერული დეზინფორმაცია და ყალბი დოკუმენტი. რა მტკიცებები გავრცელდა მაია სანდუს წინააღმდეგ? მოკლედ მოგიყვებით. მოლდოვაში გამართული საპარლამენტო არჩევნების წინ პრეზიდენტ მაია სანდუს დისკრედიტაციის მიზნით ყალბი მტკიცებები ქართულ და რუსულენოვან წყაროებში ვრცელდებოდა. მითების დეტექტორმა მაია სანდუს შესახებ 3 ასეთი მტკიცება გადაამოწმა. ვრცელდებოდა ეს ვიდეო ფაბრიკაცია, რომელშიც თითქოს სანდუ საქართველოს რუსეთის კოლონიად მოიხსენიებს. რეალურად ის ხელოვნური ინტელექტით არის დამუშავებული. ვიზუალი ემთხვევა 29 სექტემბერს გავრცელებულ მოლდოვის პრეზიდენტის მიმართვას. სანდუს ჩაცმულობა და ფონი Facebook-ზე გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები ვიზუალის იდენტურია. თუმცა რეალურ ვიდეოში სანდუს საქართველოზე არ უსაუბრია. ამავე ადასტურებენ AI-ის ამომცნობი ხელსაწყოებიც. ასევე გავრცელდა ეს გაყალბებული დოკუმენტი სანდუს მენტალური ჯანმრთელობის შესახებ, რომელიც მოლდოვის პრეზიდენტის დისკრედიტაციას ემსახურებოდა. იმას, რომ მტკიცება დეზინფორმაციულია, რამდენიმე ფაქტორი მიუთითებს. ენობრივი შეცდომები და ხარვეზები გამოქვეყნებულ მასალებში. სანდუს საჯარო შეხვედრები იმ პერიოდში, როდესაც გაყალბებული დოკუმენტების მიხედვით მას მკურნალობა უტარდებოდა. მტკიცების პირველ წყარო, რომელიც სტატიის ავტორი ჟურნალისტების მსგავსად გამოგონილია. და ბოლოს ვრცელდებოდა გენდერული დეზინფორმაცია. თითქოს სანდუმ ჰოლივუდის ცნობილი სახეების სპერმის ნიმუშები უკანონოდ შეიძინა. დეზინფორმაცია ჟურნალ OK-ის გამოძიებას ეყრდნობოდა. თუმცა ინფორმაციის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ რეალურად გავრცელებული ცნობების პირველ წყარო OK-ის კლონირებული გვერდი იყო. ლეგიტიმაციისთვის სტატიის ავტორად ავთენტური OK-ის ჟურნალისტის სახელი გამოიყენეს. მტკიცებულებების გარეშე აბსურდული ბრალდებების გავრცელება სამიზნე პირის პირად ცხოვრებასა და კორუფციულ ქმედებაზე დისკუსიის პროვოცირებას ისახავს მიზნად.